პრედიაბეტი მეგობრებო, დღეს სოფლიოში დაახლოებით 750 მილიონი ადამიანი, ანუ დაახლოებით 7-დან 1 კაცი პრედიაბეტიკია. ეს პრედიაბეტიკი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო თაღლითობა. პრედიაბეტი ეს სიტყვა საიდან მოვიდა? ანუ დღეს ადამიანი არის 40 წლის გასუხდა ნებისმიერი ლაბორატორიაში გასინჯავს არ გამოჩნდება არაფერი. გასუხების მიზეზი არის, რომ გასუხდა რა. ეს უკვე ნორმალურად ითვლება. სუხანია. პრედიაბეტი არის ეგეთი მტერი, ნახე, ჩვენ რო დავთვალოთ, ლაგოდეხიდან შემოდის მტერი. მტერი შემოდის, ჩვენა ვართ თბილისი, ადამიანი ზის თბილისი, მტერი არის, რავი, საზღვარზე სადღაც ლაგოდეხში და იმას ველოდები, რომ 300 დაახლოებით 250 თუ 100 რამდენი კილომეტრია ლაგოდეხი, მტერი შემოვა, ანუ ეს მტერია. ანუ ლაგოდეხში შემოსული მტერი არ ითვლება შესული შაქარი, ანუ დიაბეტი უკვე ადამიანს აქვს, მაგრამ სანამ აქ თითიდან ან ვენიდან სიცხლი რო არ ამოიგებთ, იმაში რო არ გამოჩდება, ან გულის შეტევა რო არ მოხდება, ან გვიძლი არ გაცხიმიანდება, ან მეჭეჭები არ დაიწყება მოსულა, ან ვენები არ დაიწყება, ან ფეხები არ გასივდება, მანამდე იმ მტერს ეძახიან სუგბუხად პრედიაბეტი, ანუ პრიმტერია. მტერი არის, მაგრამ პრე არის რა, სუგბუხი. პრო გახდება მერე. ეს პრიმტერი დიაბეტი მეგობრებო არის მეტაბოლური პრობლემა. 85% ადამიანის ხვეულში სოფლიო დაავადებების 85%-ია ეს პრედიაბეტი, მიზეზია. მე დაახლოებით თითო ვიდეოს მერე პრედიაბეტზე ინსულინის რესისტენტობაზე საუბრობ, სწორკვებაზე საუბრობ, რომ მომავალში წამალი არ დაგჭირდე. მაგრამ ქართველზე არ არის აქ საუბარი, სოფლიოში არის ეს ფენომენი, რომ ჯერ მე ახალგაზრდა ვარ, მერე მივხედავ. მერე ეს მტერი გახდება პრომტერი, უკვე თბილისი შემოვა და უკვე ისეთი ძლიერი მერე თქვენ სხვა ყველაფერი უნდა დატოვო და იმ მარტო წამალი, იმის წამალი. დაიწყება სუგბუქი წამალით, მერე ბევრი წამალი და ეს პრობლემა რაშია, ნახე? ჰაიპერინსულინია. მეტი ინსულინი კეთდება. იმიტომ სოფლიოში დღეს ყველა ადამიანი რამდენი საწმელი სჭირდება, იმაზე მეტს ჭამ. ყველა. მეტი საწმელი იჭმება. დავანებო რას ჭამს, ამას რო დავანებო მეტი ჭამს, რაოდენობითაცაც მეტი ჭამს. 4 ჯერ ჭამს, 3 ჯერ ჭამენ, რავი, სვამენ, რაღაცა სვამენ. ანუ კუჭი არის ეგეთი რამე, რა ვიცი, მიეცი რა რაღაცა. მანქანა, იმასი პრემიუმ ხარისხის ბენზინი ასხავენ. რავი, მანქანა მოტორი არ გაფუჭდე და თვითონ სვამენ, რა ვიცი, რეებს არ ჩადებენ კუჭში. ემეთო დროა მეგობრებო, საქართველოში ერთ-ერთი ექიმია, ჩემი მეგობარია, ერთი ფეხი იჭრება ყოველდღე დიაბეტის გამო. ეს თქვენ არიცი, დიაბეტი ფეხი რო დავანებო, გულის შეტევების მიზეზი, გვიძლი გაცხიმიანებულია იმდენი ადამიანს. აი ესე რო დადიხათ, აი ამ ხელა გიპით, ეს უკვე პრობლემაა. სანამ ეს მტერი ძლიერი გახდება, თავშივე უნდა მიხედო. მაგისთვის რას ვაკეთებ? ჯერ 1-6 თვეში ერთხელ მიეჩვიეთ, ეს კულტურა მოვიტანოთ საქართველოშიც, ყველგან უნდა მოვიტანო, ეს კულტურა უნდა იყოს. მე ეძახიან, იაპონიაში ადამიანი მეტი სოცხლობს, რა ვიცი, იქ ნაკლებად სოცხლობს. იქ მეტი, იმიტომ სოცხლობს, განაკარგია, საქართველოზე კარგი ჰაერი. თქვენ რას ფიქრობთ, იაპონიაში არის? სვანეთი, რაჭა, რა ვიცი. მაინც ემჭირდა. იმიტომ არ მიდიან ანალიზი. ეშინი ანალიზის გაკეთება. ანალიზის გაკეთება რატო უნდა გეშინოდე? ანალიზი გააკეთე, HB1C, გლიკოზირებული ჰემოგლობინი,
მეოთხე თვე წელწადში ორჯერ გააკეთე. ეს არ უნდა წავიდე 5 ძეძებით. მეცნიერობა ამბობს, რომ 5.6, 5.7, ანუ 6-მდეც კარგია, რომ პრი ეძახიან. არ არის პრი. 5-ისკენ რომ მიდის, უკვე სწორად უნდა დაიწყო ტყვება. სწორი კვება რას ნიშნავს? ესეთი კვება, სადაც შედიოდე დაბალი შაქრიანი პროდუქტები. რეფინირებული ფხვილი, თეთრი უმაღლესის ხარისხით გაკეთებული ეგეთი რამე ეს უნდა შემცირდე. აქტივობა უნდა მოიმატო. რო ეს ინსულინი რო კეთდება, რას კეთდება, ნელა ჩვენი პენკრიასი იზოლებული გახდება, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, კიდე მეტი დაიგლება და იკეთება და ვეღარ აკეთებ. ეს მერე ნემსებზე გადადიხარ. იმიტომ გეუბნები, დღეიდანვე იმ მტერს მიხვედო, იმ მტერს წირდება სწორი კვება და მე საქართველოში რომ მოვიტანე 3 წლის წინ უადვილესი ბოსტნეულის რაოდენობა რა ახლობით 200-250 გრამი, ისე თითო ადამიანის წონის 0.5 გრამი უნდა, მაგრამ თუ შეიძლება მეტი არ აჭამს 200 გრამი, 250 გრამი ბოსტნეულის საჭმელი ჭამამდე ჭამე, მერე ჭამე სხვა საჭმელი. დღესი მიეჩვიეთ 2 დიდი საჭმელის ჭამას. ჭარამარა არ ჩადო პირში. და საჭმელის ჭამის მერე დაიწყე სიარული. ეს 3 მარტო აი ხვადვილია, ხო? მოიტა კიტრი, პომიდორი, ვაშლის ძმარი დაასკით, მარილი კარგად შეჭამე, მერე დაიწყე სხვა საჭმელის ჭამა. საგამოთაც ისე გააკეთე. ეს ხო ძნელი არ არის. ყველა მაგიდაზე შეიძლება იყო ბოსტნეული. ცადებ მეგობრებო, ცადე. ეს დიდი მტერი სანამ გახდება. კაი, ადამიანი რომელიც დადგინდა, ჯერ ერთი ჩემამდე ძალიან გვიან მოდიან. აი უკვე ხმაც რო არ მოდის, მოდი იქნება და ეს არუნ რაღაცა იცის, მოდი იმესთან. თუ დადგინდება თქვენ დიაბეტი, თუ დადგინდება თქვენ გვიჯლი გაცქიმიანებული, თუ დადგინდება მეტაბოლური პრობლემა. იმვე დღე მოდი მაშინ ჩემთან. მე გამიხარდება თქვენი დახმარება. ესეთი დრო მოდი ხარ, იცი? ჯერ სვამდი წამალი, მერე ინსულინს ვაკეთებ. აი, არ მიშველა და მოდი ახლა არუნმა რაღაცა იცი. კი ვიცი, მაგრამ ჩემია საქმე უფრო ადვილი იქნება, როცა თქვენ მოდი დამიდგინდა დიაბეტი, მოდი წავიდეთ არუნთან, ვისაუბრებთ ატიტუტი, გაჩვენებთ თქვენ კვება. ესეც მაგაკეთებული, რავი, ეგეც თუ არ გინდა, არ გეუბნები, ჩემი ვიდეოებში ყველაფერი ვეუბნები, დასამალი აქვს ჩემთან, არაფერი არ არის. დაბალი გლიკემიური დათვირთვის საჭმელი. და ეს დაბალი გლიკემიური დათვირთვა რა არის? ნახე, ერთი არის ჰონდას მანქანა, რომელიც ბათუმში მიდის 5 საათში, BMW მიდის 3 საათში. იგივე საჭმელია. რა საჭმელი ჭამის მერე სიცხილში რა სწრაფად იზრდება გლუკოზის რაოდენობა, იმით ითვლება გლიკემიური დათვირთვა. მე უკვე დათვლილი მაქვს აქ საჭმელების გლიკემიური დათვირთვა, მაგრამ არ გეუბნები. თქვენ დაიწყეს საჭმელის ჭამა, 3 რჩევა გეუბნები. საჭმელი ბოსტნეულით დაიწყეთ, მერე ჭამე სხვა საჭმელი ჭამის მერე არ დაჯდე, 15-20 თუთის მერე დაიწყე სიარული. ეს 3 რაღაცა დაგეხმარება მტერი ძლიერი არ გახდე. სულიკავე ჯამთელი და ბედნიერი.